რუსთავ ქალაქობის აღნიშვნა დასასრულს უახლოვდება. ქალაქის მთავარ მოედანზე ცოტა ხნის წინ საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა და საშინააღმდეგობის მინისტრები, ასევე დეპუტატები დაესწრნენ. რუსთავ ქალაქობის ფარგლებში გაიმართა გალა კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები და გამოფენები. ღონისძიებისთვის საჭირო თანხა 74,000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. შერჩეული იქნა 7 ადამიანი, რომელსაც თავიანთი ცხოვრებიდან გამომდინარე ქალაქისთვის გარკვეული წვლილი აქვს ჩენატანი, მათ განვითარებაში, მათ კეთილდღეობაში. ანუ ყოველწლიურად ხდება 5-დან 7 ადამიანამდე არჩევა, წელს 7 ადამიანზე გავაკეთეთ აქცენტი. ეს დღე ნამდვილად ბედნიერია ჩემთვის, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა ალბათ ადამიანისთვის, როდესაც თავისი მშობლიური ქალაქი აღიარებს საპატიო მოკალაკეს. ულოცავ რუსთაველებს, თელ ქალაქს ულოცავ. აქ მაცხოვრებელ თითოეულ რუსთაველს. მრავალს მინდა დაესწრონ და ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარული ხალხი ცხოვრობს და მინდა რომ გამარჯვებულები იყვნენ მთელი თავისი ცხოვრება. ძალიან ხალისიანი ორი დღე ჰქონდა რუსთავს ამ შაბათ-კვირის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს მიეხმარება საერთო კეთილი განწყობის შექმნაში როგორც ჩვენ ქალაქს, ასევე მთელ საქართველოს.